მოკლედ 3 დღეა ვცდილობთ ამ ვიდეოს გადაღებას რა. ხან რამ შეგვიშალა ხელი, ხან რამ. პირველ დღეს მოვედით და გაგვიწვიმდა, წვიმა საერთოდ არ იყო გამოცხადებული, მაგრამ რადგანაც უცებ ნისლიანი ამინდი ჩამოწვა რაღაცა, გაწვიმდა მოკლედ და ძალიან ცუდი საფარია ისედაც ძალიან sakhifathoa ავლა ამ გზის, იმიტომ რომ სიჩქარე საკმაოდ დიდია და სველზე ძალიან არათანაბარი საფარი იყო, ზოგად გზა ეჭიდებოდა, ზოგად გზა არ ეჭიდებოდა. რისკი მაღალი იყო მოკლედ იმისი, რომ რაღაცა მოვსრულდა რა და ამიტომ გადავდეთ. შემდეგ უკვე ჩვენი ერთ დღეს მოვედით, ჩვენი ერი ამინდი იყო, გადავიღეთ რაღაც ნაწილი, ბოლო ეტაპი ქონდა დარჩენილი გადაღების და ჩვენგან მოუნოდლელად, რავი, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ. მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, ანუ ავარია მოხდა მოპირდაპირე ზოლში. მანქანა ამოტრიალდა, სავენიეროდ ყველა ჯანმრთელად არის და კარგად არის. თუმცა გადაღება სამწუხაროდ ჩაგვეშალა, ვეღარ დავასრულეთ და დღეს არის მესამე დღე. და იმედი მაქვს, რომ არაფერი არ მოხდება, მშვიდობით ჩავილის ყველაფერი და დავასრულებთ გადაღებას. თქვენ კი გამოიწერეთ არხი აუცილებლად, კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ და ასევე მადლობა უთხრა ჩვენს ვერჩიზგონ კომპანია პორტალს, რომელმაც ასევე ამ ვიდეოში დააწესა გამარჯვებულისთვის 50 ლიტრის სუპერი. ამისთვის საჭიროა რომ თქვენ ვიდეოში დააკომენტაროთ, ამ ვიდეოს ქვეშ დაწეროთ კომენტარი და ჩვენთან რენდომაიზერით გამოვავლეთ გამარჯვებულს შემდეგ ვიდეოში. და გადავცემთ 50 ლიტრის სუპერს. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლის აავლაც ყოველთვის მინდოდა და რაც გაკეთდა ეს გზა დიდი ხანი არ არის გაკეთდა. მას შემდეგ მინდოდა ამის გავლა. ამას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ თქვენც იგივე გაიმეოროთ ქუჩაში, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით და ნამდვილად არ მოგვიწევთ ქუჩის დრიფტისკენ. უბრალოდ ყოველთვის მინდოდა ამ მოსახლეობის გავლა და ამის შესაძლებლობა როგორც კი მომეცა, რა თქმა უნდა, უარი არ ვთქვი. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ვერჩიდრომისთვის, ვინც დაგვეხმარა ამ ყველაფრის შესრულებაში და ასევე დააკომენტარეთ სხვა ასეთი ადგილები, რომლებიც არის, სადაც შეიძლება მეტნაკლებად უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ და გავიარო დრიფტით. შეიძლება სხვა ქალაქშიც იყოს, არა მარტო თბილისში. და რა თქმა უნდა, ვეცდებით ამ ყველაფრის ლეგალურად გაკეთებას. არალეგალური დრიფტს არ ვაწვევით არანაირად და არ მოგვიწევდეთ ქუჩაში სრიალისკენ. უბრალოდ ლამაზ ვიდეოებს გადავიღეთ. უბრალოდ გინდა ლამაზ ვიდეოებს გადავიღეთ. არა, უთხარი არხი გამოიწერეთ. არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ არხს რო გამოიწერთ, უფრო მეტ გათამაშებებს გავაკეთებთ, უფრო მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ, უფრო მაგარ კონტენტს ჩამოგთავაზებთ, არხს თუ არ გამოიწერთ, ვერ შემოგთავაზებთ მაგარ კონტენტს და მოგიწევთ ერთ და იგივე ავტოგამხელობის ყურება. აი მაგალითად ჩემი ძმაია ვიღაცა. ვერც რო გადახალთ მომლაბეთ, მაგრამ დაწერეთ კომენტარი, არ დაგავიწყოთ კომენტარის დაწერა, რადგან შეიძლება 50 ლიტრის სუპერი მოიგოთ. ასე რომ არ გამოდავოთ ეს შანსი. წავედით ახლა ვეცდებით დავასრულოთ ვიდეოც. გადავრჩით, ცოცხალი ვარ, არაფერი არ მოსვლია. მანქანაც ცოცხალია, მეტნაკლებად, ცოტა პატარა ქისტებული მქონდა. იდეალურია, ზო. დაგონოდა. იქ. აუ, ეგ მაგარი გამოვიზრე. მაგრამ სერიოზული არაფერი, მოკლედ შეიძლება გაართვა თავი რა, სიმძლავრე მაინც არ ყოფნიდან მიხვდებით კადრებში თქვენთან, მაგრამ მაინც შევძელი ავლა. იმედია მოგეწონათ ვიდეო, გათამაშება არ დაგავიწყდეთ და აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რადგან უფრო საინტერესო ვიდეოები გელოდებათ წინ. შევხვდები შემდეგ ვიდეოში. დროებით.
Bye.